კეზერაშვილი ჩემს საყვარელი მაგალითად მე მე დიციანი სტატია ნანახი აქვს BBC სტატია რა ქვია ვინ ძაცავს ევროპელ პენსიონერებს ორი აი ეს ფული იქიდან მოდის რატომღაც მიდის ემაში ფორმულაში რატო აქ ამ კაცს ხო და ეხლა რატო მიდოდა ეს ვიდეო მეჩვენებინა ნუ სიყალბეზე რო ვლაპარაკობდით რა ეს ხალხი ზის ეხლა წინასაარჩევნო ეთერებში და ირაკლი რუხაძე საუბრობს კეზერაშვილზე პენსიონერების ძარცვაზე მართლა ადამიანი რომელიც გარდა იმისა რომ პლობს ყველაზე დიდ ტელეკომპანიას იმედს ხო ფლობს Liberty Bank-ს კიდე სხვა კომპანიებს მაგდი ჰაიდელბერგი და ასე შემდეგ მაგრამ აქ მნიშვნელოვანია Liberty Bank-ზე რო ვლაპარაკობთ იმიტომ რომ Liberty Bank-ი ძარცვავს ქართულ პენსიონერებს. ან ირაკლი რუხაძე დღემდე ძარცვავს და კიდე გაძარცვავს 7 წლით აქვს ეს ტენდერი მოგებული. გაძარცვავს ქართულ პენსიონერებს და როგორ? Liberty Bank-ი ემსახურება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს საქართველოში. ესენი არიან პენსიონერები, დევნილები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები. მთელი ეს მემკვიდრეობა მიღებული აქვს ეროვნული ბანკისგან, ანუ ყველა სოფელში Liberty Bank-ის ბანკომატია, ანუ ექსკლუზიურად ემსახურება რა. ამ ხალხს და ყველაზე დიდ პროცენტში ხო გასცემს ეს, რომელიც დღეს რაღაც 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ამის გამო დღეს სახელმწიფო ამას წელიწადში უხდის 15 მილიონს სუბსიდიის სახით. რო გთხოვ ირაკლი, ანუ 25-ზე იქით არ ავწიოთ რა პროცენტი. ანუ Liberty ბანკის მფლობელი გამოდის სპიკერად, ხო? ამ სიტუაციაში სადაც ცხოვრობთ, Liberty ბანკი გველაპარაკება. ანუ თან ჩამონათვალიც კარგი იყო რა, აი რაღაც ვიზუალურად კი არ ჩანს, მაგრამ აი რაღაცა ისეთი კარნავალია, რაღაცა სპექტაკლი, არ ვიცი, რაღაც სლაიდ, რაღაცა რომ ანუ ხო რა, ერთმანეთზე ეს ადამიანები ლაპარაკობენ და აქეთ Liberty ბანკი, იქით TBC ბანკი, იქ ნიკა გვარამია, მიშა სააკაშვილის სადღაც და ანუ აი ამ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ცირკს უყურებთ მთელი ქვეყანა და ვარ ძალიან დაძაბულები და ველით არჩევნების მერე როგორ გადავრჩებით მაგას, ხო? ანუ რატომ მოვედით აქამდე რაღაც ეგ ძალიან მაინტერესებს. არ ვიცი, იმედზე როცა არ უნდა გადართო პარტიების ჩამონათვალი როა რაღაც 1000 ის აქვს ხო ეპითეტი მოგონილი და ნუ ლელოზე რა თქმა უნდა არის ის რომ მევახშეების პარტია ასე შემდეგ. ანუ ჩვენ რო ვეძახით მამუკა ხაზარაძეს მევახშეს, გასაგები არის ეგ. აი ირაკლი რუხაძე რო ხარ თავარი მევახშე ქვეყანაში რანაირად შეიძლება ვინმეს მევახშე დაუძახო